მოგესალმებით ღვთისმშობლებო. ვისაც ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი ღვთის მოწინააღმდეგის და ჩვენი საერთო მტერის სატანა ეშმაკის არსებობაში, გირჩევთ შემოდით ჩემს გვერდზე და თუ არ მოგისმენიათ აი ამის წინა გასული 62, 63, 64 ვიდეო რგოლები მოისმინეთ, რიგითი ნომრები ფრჩხილებშია მოცემული. ეს ვიდეო რიგით 65-ია და აი ამ ვიდეოში ვისაუბრებ თუ თავისი მარიონეტების მეშვეობით როგორ მოახდინა სატანა ეშმაკმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პოლარიზება და განსაკუთრებით პოლარიზებული ერთი მხარე თავისი მარიონეტებისვე მეშვეობით როგორ გამოკვება სიძულვილით და იმ მიზნისათვის მოამზადა რომ საბოლოოდ ქვეყნის მოსახლეობა მოიყვანოს დიდ სისხლის ღრამდე. ზუსტად იქამდე რაც მას ჩვევია ხოლმე საერთოდ ეშმაკს სადაც ის ერევა. მოდით მივყვეთ ახლა ფაქტების კონსტატაციას და პარალელურად ყველა ფაქტი გადავამოწმოთ წმინდა წერილებიდან მოყვანილი არგუმენტების მეშვეობით რომ გავერკვეთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თავს. დავიწყებ მოდით ცოტა შორიდან, მე აი ამ ვიდეოში აღარ ვისაუბრებ ახლა იმაზე თუ რამხელათი აცდენაში კი არა და უბრალოდ აცდენაში კი არა დაპირისპირებაში რომ არის მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესთან და მე-4 საუკუნეში ჩამოყალიბებული მათი რელიგია როგორ უპირისპირდება პირველ საუკუნოვან სამოციქულო ეკლესიას, მე ამაზე უკვე მივიდევს ჩემს გვერდზე ვიდეო რგოლები თუ შემობრძანდებით იესოს ფოტოზე დაწკაპონებით და თუ აქამდე ჯერ არ შემოსულ ხართ ჩემს გვერდზე და ეს მოისმინეთ სულ პირველი ვიდეო რგოლიდან აი ამ რუბრიკაში დაჰყევით და სულ პირველი ვიდეო რგოლიდან სწორედ აი ამ 65 ვიდეო რგოლის ჩათვლით სულ აი ამის მტკიცებულებები და არგუმენტები მიდევს თავად სამოციქულო ეკლესიის წერილებიდან ანუ რას საუბრობს მართლმადიდებლური ეკლესია და რას ამბობს სამოციქულო ეკლესია და ისეთნაირად მიდევს რომ თქვენ მიადევნებთ თქვენს თვალს აი ამ ბიბლიურ მონაკვეთებს და თვითონ იესოს სწავლებებს. ახლა აი ამ ვიდეოში ვისაუბრებ თავად მართლმადიდებლობა როგორ დაამახინჯა ეგრეთ წოდებულმა პრავოსლავნურმა რელიგიამ. როდიდან და რა მიზნით? ვისაც გონიათ რომ პრავოსლავნური რელიგია ეს იგივე მართლმადიდებლური რელიგია რომელიც მე-4 საუკუნეში შეიქმნა და ჩამოყალიბდა საბოლოო სახით, ძალიან ცდებით. ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან მოყოლებული პრავოსლავნური რელიგია ჩვენს ქვეყანაში ცდილობდა ჩაენაცვლებინა მართლმადიდებლური რელიგია და იმ ისტორიულ ფაქტებს აღარ ჩამოთვლი ახლა რამდენი მართლმადიდებელი სასულიერო პირი მოიშორეს სხვადასხვა მეთოდით და დღეს აი ამის კვალის წაშლას როგორც ცდილობს ჩვენს არქივებში რუსეთის FSB-ს აგენტურა და რა იყო პრავოსლავნური რელიგიის მიზანი საბჭოთა კავშირის დროს. ის პირები, ვინც მართლა ეძიებდნენ ღმერთს და მის გზებს, ამოეძირკვათ ეკლესიებიდან და მათ ნაცვლად ჩაენერგათ იმ დროინდელი KGB-ს აგენტურა, რომლებსაც ჰქონდათ KGB-ს სწავლებები რუსეთში გავლილი. მათი უმთავრეს სამსახურს წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანაში რუსეთის იმპერიის დაცვა. ასეთი ვითომ ეს სასულიერო პირები სინამდვილეში KGB-ს ოფიცრები ყალბი მოგონილი რიტუალებით, რომელიც წმინდა წერილებში არ იკითხება, საერთოდ რასაც ისინი აკეთებენ დღემდის, მსგავსი რიტუალები, ასეთი რიტუალებით უკმევდნენ არა უფალს, არამედ რუსეთის იმპერიას და მის ბელადებს. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ახლახანს იყო რუსული ხატის შემოპარება ერთ-ერთ ეკლესიაში და ამბიონებიდან საერთოდ ეს რუსეთზე ქადაგება რომ რუსები ქართველების ერთმორწმუნეები არიან და რომ ხსნა რუსეთშია და ამას უკვე ახლა ღიად და დაუფარავად მიდის ხო ღიად ქადაგება და აღარ არის დაფარული აქ არაფერი. კიდევ ერთი ფაქტი მინდა შეგახსენოთ რომელიც 9 აპრილს როდესაც მოხდა საქართველოს რუსეთისაგან დაღწევა თავის არა მთლიანად რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეულწილად როცა საქართველოში რუსეთის იმპერიის საცეცებს შეექმნა საფრთხე, ილია მეორემ აქციაზე გამოსულ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდათ. როგორ ფიქრობთ, მაშინ რომ დაეჯერებინა ხალხს ილია მეორესთვის, დღეს სად იქნებოდა ქვეყანა? რა თქმა უნდა, ისევ რუსეთის შემოდგენლობაში, ჩვენ როგორც ქართული სახელმწიფოს არსებობის შესახებ არც ამერიკაში და არც ევროპაში არავის არ ეცოდინებოდა, ჩვეულებრივ
ჩვეულებრივი SSR-ის ნაწილი ვიქნებოდით და დღეს აი ეს რუსულად ვილაპარაკებდით ჩვეულებრივ. ნუ ასე შეიძლება ერთმანეთში არა, ერთმანეთთან შეიძლება ქართულად გვესაუბრა, მაგრამ ტელევიზიებში აი ეს რუსულ ენაზე გადმოიცემოდა გადაცემები, ეს აუცილებელი იქნებოდა ტელეკომპანიებისთვის, რომ რუსულენოვანი ყოფილიყო ახალი ამბების გადმოცემა, რათა რუსებსაც ედევნებინათ თვალი. მაგრამ ხალხმა არ დაუჯერა ილია მეორეს 9 აპრილს, რომელიც ჩვეულებრივი კაკების აგენტად დარჩა და შემდგომაც კაკების ეხლანდელი FSB-ს გამოგზავნილი აგენტურითაა დაკომპლექტებული აი ეს სინოდი ძირითადად გადამწყვეტ წუთებში ესენი ყოველთვის რუსული იმპერიის სასარგებლოდ მოქმედებენ ხოლმე. და ამას ნახავთ თუ აქაც დადგება ასეთი წუთები კვლავაც. საბჭოთა საქართველოს დროს ვინც ფაქტიურად გაძარცვა ხალხი თუ გახსოვთ მაშინდელი ის ბიუჯეტის მჭამელები ვირთხები ეგრეთ წოდებული ვინც იყვნენ, ვინც გაძარცვა ხალხის ფული და ეს მიტაცებული ფულით როდესაც გაიქცნენ აი ამ ჩამოშლის პერიოდში რუსეთს შეაფარეს თავი იმ ბებერმა კომუნისტებმა, ნუ ახლა არიან ბებრები თორე მაშინ ახალგაზრდები იყვნენ, იქ გამოზარდეს თავიანთი შვილებიც იმ რუსული მენტალობით, აი ამ ბებერმა კომუნისტებმა იქ აწარმოეს ბიზნესები აი ამ მოტაცებული ფულით, აქედან გატაცებული თანხებით და როცა უკვე დაკარგეს, დააგროვეს აი ეს მილიონები და გაუჩნდათ აი ეს ნოსტალგია, დაკარგეს სამშობლოსთან ურთიერთობა, მოენატრათ თავიანთი სამშობლო, ნელ-ნელა დაიწყეს ისეთი ძალით აი ამ სასულიერო პირების მოქთამვა თუ საერთოდ ამ მეთოდით სცადეს შემოიღწიათ აქ ჩვენს ქვეყანაში, დაიწყეს სასულიერო პირების მოქთავა თანხებით და ფაქტიურად გადაიბირეს რუსეთისკენ. და ამგენს ახლა თუ აკვირდებით, აძლევდნენ ხოლმე, უშენებდნენ ეკლესიებს, ტაძრებს, აძლევდნენ გარკვეულ თანხებს, ავტომობილებს ყიდულობდნენ ხოლმე მათთვის ძვირფას ავტომობილებს, როგორც შემოწირულობას ასე აძლევდნენ. ეს იყო ფაქტიურად ქრთამი აი ამ სასულიერო პირების მოქთამისა და აი სწორედ ესენი აქტიურობენ დღეს. ის ფულია გააქტიურებული, მათი ფული, სოციალურ ქსელებში მათი ნაშიერები აქტიურობენ, განსაკუთრებით თუ აი უცხო და ასეთი ადამიანები რო გამოიკვლიოთ მათი წარმომავლობა და ესეთი ადამიანები, ყველანი სულ აი ამ რუსეთის აგენტურაა. და სწორედ აი ეს ფული, მათი რუსული ფული, რომელიც ამბეში ეს მოტაცებული იყო საქართველოსთან წაღებული, გაძარცული საქართველოს ფულით იქ რო დააგროვეს აი ეს მილიონები, აი ამ მილიონებით ცდილობენ ახლა კვლავ საქართველოს შეათრიონ რუსეთში. ახლა შევეხოთ იმას, როგორ მოახდინა ჩვენი ქვეყნის დაყოფა ეშმაკმა. დიახ, არ მოგესმათ, ეშმაკმა, ვისი გავლენის ქვეშაც არიან FSB-ს აგენტურული ეს ქსელი სასულიერო პირებისა, ასეთები არა ქრისტეს მონები, არამედ ეშმაკის მარიონეტები არიან, ეშმაკის მონები, ეშმაკის ტყვეობაში იმყოფებიან და მინდა რომ ეს ამოსაცნობი ტესტი ყველას ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ყოველთვის ყოფს, უფალიკი ყოველთვის აერთიანებს. ყოფს იმიტომ, რომ უფრო ადვილად იბატონოს, ხო ეს ეშმაკის პრინციპია და ვნახოთ როგორ დაყო ეშმაკმა პრავოსლავური რელიგიის, აი ამ FSB-ს აგენტურის სასულიერო პირების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებასთან, როდესაც მსჯელობდნენ ისინი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯერჯერობით ვერ დახურავდნენ დამოუკიდებელ ტელეარხებს და ვერ შეძლებდნენ ხალხის სრულიად დამორჩილებას, საინფორმაციო ვაკუუმი რო შეექმნათ FSB-ს აგენტურამ ეშმაკის მარიონეტმა სასულიერო პირებმა ხალხს მოუწოდეს, რომ არ მოусმინოთო დამოუკიდებელ ტელეარხებს. ესენი ინახება ხო არქივში, მე მგონი გააქვთ ყველას ეს მეხსიერება და მრევლის აი ეს დაემორჩილა აი ამ სასულიერო პირებს. შედეგად კი პროპაგანდისტული აი ეს სამთავრობო არხებით დაიწყეს მრევლის ზომბირება. ნახოთ ბიბლიიდანაც თუ რა მხრივ გააკეთეს ღვთისსაწინააღმდეგო მოწოდება აი ამ დროს, რაც ხელს შეუწყობდა მრევლის ზომბირებას, რომ ადვილად ჰქონდათ მათზე გავლენები და როგორ წავიდნენ ისინი უფლის წინაშე, აი ამგვარი მოწოდებას, როგორც გითხარით, რაც დაარღვიეს მათ უფლის სამართალი, ეს უფლის სამართალში ყოველთვის შედის განსხვავებული აზრის მოსმენა.
ამათ პირიქით წამოიწყეს განსხვავებული აზრის მიუღებლობა და არ მოსმენის პოლიტიკა განსხვავებულ აზრთან, ხო, რაც ხელს უწყობს უკვე პოლარიზებას. და ნახოთ ეს სად იკითხება, მაგალითად წიგნ იგავში თუ ნახავთ, მე გირჩევთ, რომ ეს წიგნი თუ ჯერ არ გამოგიკვლიათ, აუცილებლად გამოიკვლიეთ. სულ რაღაც 11 ფურცელია, ოღონდ მოკლე რჩევებია და თითოეული რჩევის წაკითხვის მერე კარგია მისი გააზრება. აგერ ერთ-ერთ რჩევას დაურთავ აქ, წიგნი იგავნის მე-13 თავის მე-18 მუხლი. დააკვირდით, რომ აქ ბრიყვებად ჩამოაყალიბა სასულიერო პირების მიერ აი ეს მრევლის ეს ნაწილი. ბრიყვებად აქციეს, როგორც აქ იკითხება, ხო? ვინ იქცევაო ბრიყვად? და რატომ? ხედავთ ხო, აქ მიზეზი გასაგებად იკითხება. რადგან მათ შეწყვიტეს განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებების მოსმენა. ეს აქცევს ადამიანს ბრიყვად, როცა ვიღაცა არ ისმენს სათქმელს და პირდაპირ აქეთ გადადის შეურაცხყოფაზე. რადგან სამართალი მოსმენაშია. სად გაგიგიათ თუნდაც სასამართლოებში, რომ მოსამართლე უსმენდეს მხოლოდ ბრალდებელს და დაცვის მხარეს არ რთავდეს ნებას წარმოადგინოს ფაქტების კონსტატაცია და არგუმენტები, ხო? საბოლოოდ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთი მოსამართლე, რა თქმა უნდა, მიკერძოებულ შერჩევებს, ხო? ზუსტად ეს არის, აი აქ ჩანს. ისედაც არის ჩვენს ქვეყანაში ეს შერჩევითი სამართალი და კლანი უკვე, მაგრამ მე ვსაუბრობ აი ამ წმინდა აი ამ წერილში მოცემული აი ამ რჩევის უგულებელყოფით, რა ხდება? ადამიანი ხდება ბრიყვი, რომელიც არ სწავლობს სხვების მოსმენას, განსხვავებული აზრის მოსმენას, რომ შემდეგ მოსმენილის მერე გასცეს პასუხი და პირდაპირ მოусმენრად გადადიან ესენი თავდასხმაზე. სწორედ ამიტომ არ უნდათ მოისმინონ განსხვავებული აზრი. ამ შემთხვევაში იცი რომ განსხვავებული აზრი მათზე გავლენას მოახდენს, ხო, სადაც სიმართლე არ არსებობს, ადამიანი იცია შექმნილი, რომ სიმართლე მოისმინოს და არ დადგეს სიმართლის ხარეს. და ამიტომ აუკრძალეს ზუსტად განსხვავებული აზრის მოსმენა, რომ სიმართლე არასწოდნოდათ. ამიტომ აკრძალეს დამოუკიდებელი ტელეარხების მოსმენა. და მიიყვანეს ადამიანები ზომბირებულ აი ამ მდგომარეობამდე და სწორედ ასეთ დროს ირღვევა ადამიანის ფსიქიკა, როცა მხოლოდ კვებეს ისინი სამთავრობო არხების მეშვეობით და სიძულვილით. გახსოვთ ხო, როგორ აწარმოეს სიძულვილის კამპანიები და როგორ მიდის პროპაგანდა აი ამ სამთავრობო არხებზე. და აი ეს უწყობს ადამიანებში აგრესიის გაღვივებას. სწორედ აქამდე მიიყვანა სამღვდელოებამ პირველ რიგში და მერე უკვე სამთავრობო არხებმა. აი ესეთნაირად მოწყვიტეს ადამიანები აი ამ განსხვავებულ აზრს, მოახდინეს პოლარიზება და შედეგად ასეთნაირად მოიპოვეს გავლენები მრევლზე და მოახდინეს მათი ზომბირება. ბიბლია სავსეა ასეთი სამართლიანი მოწოდებებით, რომელიც მოდის სამართლიანი ღმერთისაგან, ანუ უზენაესი მოსამართლისაგან და მოიყვანა აგერ კიდევ ერთ-ერთს თუ რას ავალდებულებს ღმერთი ყველა მის მსახურს. მაგალითად კანონის იგივე მეორე რჯულის პირველი თავის მე-16-მე-17 მუხლებს აქ მიაქციეთ ყურადღება. დააკვირდით პირველ ხაზზევე მე-16 მუხლში საუბარია მოსმენაზე. მოსმენის გარეშე სამართალი არ და ვერ მიიღწევა. ეს გვავალდებულებს წინასწარ შექმნილი აზრის გარეშე მოусმინოთ განსხვავებულ აზრს. ხოლო მე-17 მუხლი პირდაპირ გვიკრძალავს მიკერძოებას, აი ამ პოლიტიკური ნიშნით თუ შერჩევით. აღარ აქვს ახლა ამაზე საუბარი, აი მიკერძოებაზე და შერჩევითობაზე ისედაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სასამართლოებში. როცა ეუბნები და მოუწოდებ, რომ არ მოусმინო, აქ უკვე ამაზეა საუბარი შეგნებულად. იციან რას უზავს ადამიანს არ მოსმენა განსხვავებული აზრისა, რომ სიმართლე არ გაიგონ. აი ზუსტად ეს გააკეთა სამღვდელოებამ, პირდაპირ დაუპირისპირდა უზენაესის სამართალს. ეს იკითხება აქ, აგერ სხვა მუხლით შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი. მიზან მიმართულად აწარმოეს მათ ამგვარად ადამიანების ზომბირება, მათი ფსიქიკური მდგომარეობის შერყევა და აგრესიის ჩათესვა, სიძულვილის ჩათესვა. ახლა ვთქვათ აი ეს საშიშროებაც, საიდან ხდება აი ეს ცრუ სამღვდელოება, FSB-ს აგენტურა და ეშმაკის მარიონეტები, ეგრეთ წოდებული მამაოები თუ მეუფეები, აი ამ ზომბირებულ მრევლს საით მიუძღვებიან, აი ამ პოლარიზებული ხალხის მასას, რა იქნება შედეგი. ისე მე არც მიუკერძოებლად ვაკვირდები, აი
აი ამ პროცესს, ხო? მიუკერძოებლად ვაკვირდები ამის თქმა მინდა და ორივე მხარეს ვხედავ რა ხდება, ხო? ერთი ადამიანები, რომლებიც ისმენდნენ დამოუკიდებელ ტერიარხებს, ისინი განსაკუთრებით გამოირჩევიან მშვიდობიანი პოზიციებით, თუნდაც აქციების დროს, რადგან არ არის ვიტრინები ჩამსხვრეული, არ არის პოლიციის ავტომობილები გადამწვარი, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში ხდება მაგალითად და ამით აჩვენებენ აი ამ დონეს, მაღალ დონეს, ხო, ევროპულ დონეს. მაგრამ ამის საპირისპიროდ მეორე მხარე, როგორი მოძალადეები არიან, როგორი აგრესიულები არიან, ეს ჩანს, ხო? აი როგორი გინდა, როგორც აი ვერ უნდა დაინახო ეს საით ადგას სიმართლე და საით არის სინათლე და საით პირიქით ბნელეთი და უსამართლობა და ძალადობა, ხო? რომ თუ შეგიძლია ელემენტარულის გარჩევა, როგორ ვერ უნდა გაარჩიო, ხო, ეს პროცესი, ოდესაც ამ პროცესებს ადევნებ თვალს. ნუ ეხლა რა თქმა უნდა არის მათი მხრიდან რაღაცა პატარ-პატარა ეს გადაცდომები და რაღაც უხეშობები, მაგრამ ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა სერიოზულ პროვოცირებებს ხდებიან ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან და ისევ და ისევ აი ამ სამღვდელოების გამოზრდილი აი ამ ზომბირებული მრევლის მხრიდან. როგორც უკვე თქვი, ეს აშკარა აი ამ პროცესებში. ახლა მოდი ვნახოთ საით მიყავს სამღვდელოებას აი ეს თავისი ზომბირებული მრევლი იოანეს პირველ წერილს დაურთავაგერ, მესამე თავის მეათე მუხლს მიაქციეთ ყურადღება. მე-11 მეათე მუხლები. ნახეთ რა ყოფილა მდგენელი, ვინა ქრისტესი და ვინა ეშმაკისა. ეს პირდაპირ ფილტრია, ეს პირდაპირ გვაჩვენებს როგორ ამოვიცნოთ. ხედავთ? ქრისტეს სახელს ვინ არიან ამოფვალებულები ყოველთვის, ვინ ავლენენ სიძულვილს, თანამოქალაქეების, თანამორწმუნეების მისამართით, როგორი აშკარად იკითხება. ხომ არ იცით, ვინ შემოიღო მსგავსი სიძულვილის აი ეს გამავრცელებელი კამპანიები, რომელიც რაზეც ვსდუმდა ფაქტიურად საპატრიარქო და სასულიერო პირები, იმიტომ რომ ესენი შეთანხმებული იყო მათთან, მათ არ გაუკრიტიკებიათ ამის გამო ხელისუფლება, ხო, ასეთ სიძულვილს ნუაღუებთ. ხედავთ, ხო, როგორ თვალნათლივ ჩანს ეს ნიშნები, თუ ვინ დგას სინამდვილეში ქრისტეს მხარეს, ვინ ეშმაკის შვილები არიან. აი იგივე წერილში ნახეთ მეორე, ამავე პირველი წერილის მე-4 თავის მე-21 მუხლებიც, ესეც ფილტრია, როგორ აჩვენებს თუ ვინ არიან ცრუპენტელები, ვინ არიან ეშმაკის მხარეს მდგომნი, FSB-ს აგენტურა, მართლმადიდებლობის ეკლესია ეს ჩამალული მართლმადიდებლობის სახელს სამოფარებული ცრუმადიდებელნი, ვინც სინამდვილეში უფალს კი არა, რუსეთის იმპერიას უკმევენ. აი როგორი ააშკარავებს აი ეს ფილტრები, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩაწერილი მოციქულების მიერ, რომელიც წმინდა სულით არის გაკეთებული ეს ჩანაწერები. ამიტომ გახსოვდეთ ყოველთვის, ვინც ყოფს, ის არის ეშმაკის მხარეს და ვინც აერთიანებს, ვინც კრებს